სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს 2011, 2012, 2013 და 2014 წლების შესაბამისობის აუდიტი. ჩატარებულ აუდიტთან დაკავშირებით გამოითქვა პირობითი მოსაზრება. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ მთავარ სამმართველოს 2011 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ანგარიშზე მოთხოვნები არაფინანსური აქტივების დანაკლისით ერიცხებოდა ნაშთი 26,000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ნაშთი წარმოშობილია 2005 და 2007 წლებში და ძირითადად მოიცავს 2007 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფის სარევიზიო პერიოდში ჩატარებული ინვენტარიზაციის დროს გამოვლენილ დანაკლისს, კერძოდ 3 ერთეულ ავტომანქანას. შემდგომი რეაგირების მიზნით მთავარი სამმართველოს მიერ მასალები გადაგზავნილია შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში. ზოგიერთ შემთხვევებში სატენდერო წინადადებაში შესასყიდი საქონლის აღწერისას მითითებული იყო ისეთი პარამეტრები, რომელთა საჭიროება აუცილებლობას არ წარმოადგენდა და კონკურენციის შემზღუდავ პირობებს ქმნიდა. კერძოდ, ასეთ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი 2 ერთეული მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში, საოფისი ავეჯის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში, ქურთუკების შესაძენად გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში და სხვა შემთხვევებში. მთავარი სამმართველოს მიერ განხორციელებულ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვების დროს ზოგიერთ შემთხვევებში დაცული არ იყო პრეტენდენტების მიერ სატენდერო წინადადებით წარდგენილი და სახელშეკრულებო ხარჯთაღრიცხვებით განსაზღვრული პირობები, დასარიცხი მოგების ნორმების ოდენობებთან დაკავშირებით. კერძოდ, წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტებზე თანდართული ფორმა ნომერ 2-ში პირდაპირი ხარჯები ჩადებული იყო არა თვითღირებულებებით, არამედ გაზრდილი ოდენობებით, რის შედეგადაც მიმწოდებლების მიერ მიღებული ფაქტობრივი მოგების ოდენობებმა უფრო მეტი შეადგინა, ვიდრე ეს განსაზღვრული იყო სახელშეკრულებო ხარჯთაღრიცხვებით და ფორმა ნომერ 2-ში ნომინალურად დარიცხული მოგების ნორმების მიხედვით. აღნიშნული გარემოება არ შესაბამება როგორც მოქმედი კანონმდებლობის, ასევე სახელშეკრულებო პირობების მოთხოვნებს. სულ აღნიშნული სახის შეუსაბამობებმა ჯამურად შეადგინა 488,000 ლარი.